ეკონომიკის სამინისტროს მართვაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიებში საკადრო ცვლილებები ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ყველა მათგანი გუნდში რჩება, პოზიციები ჯერ არ ვიცით. მთავრობის ადმინისტრაციაში არ განმარტავენ, რატომ ჩაანაცვლა ირაკლი კობახიძემ 5 რეგიონის რწმუნებული, თუმცა ამბობენ, რომ გათავისუფლებული რწმუნებულები გუნდში რჩებიან. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედია ჰოლდინგთან კონდე ნესტთან ერთად 45,000 ევროს ღირებულების მარკეტინგული კამპანია დაიწყო. გალტენ-ტაკარდი წელს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას ელის. საინვესტიციო ბანკის ეკონომისტი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ნაკლები დამხმარე მოვლენები ახლავს თან, რადგან ინფლაცია მზარდია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით გასულ წელს შემოწმებული ფულის, ლარი, დოლარი, ევრო და სხვა ვალუტების თითქმის 60% ყალბი აღმოჩნდა. საქმის კურსი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას დღეს მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობ. სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ზარდიაშვილი 16 აპრილს დაინიშნა დირექტორად, მანამდე ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოში იყო. 2021 წლიდან 25 წლამდე მუშაობდა სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორად იურიდიულ გარემოს დაცვის სოციალური და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-20 წლებში იკავებდა ენერგოტრანსის დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობა. ზარდიაშვილი ასევე იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან. სახელმწიფო ელექტროსისტემის უკვე ყოფილი დირექტორი დავით ტეტუნაშვილი კი ფინანსურ საკითხებში დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს საქმიანობას. საკადრო ცვლილებებია საქრუს ენერგოსა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდშიც. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მამუკა მენაღარიშვილი საქრუს ენერგოს გენერალურ დირექტორად დაინიშნა, რომელსაც მუშაობის გამოცდილება აქვს ენერგეტიკის სფეროში რეფორმების, მსხვილი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს, მას ვლადიმერ ძნელაძე უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. არ ვარ მზად საქართველოზე დეტალურად გესაუბროთ, ასეთი პასუხი გასცა BMG-ს ADB-ს მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა კითხვაზე, უფრო კონკრეტულად, რომელ ფაქტორებს ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთან მიმართებით, როცა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ადგენს. ამ კითხვით BMG ჟურნალისტისთვის ღია შეხვედრის ფარგლებში ადრე დასმული კითხვის დაზუსტებას შეეცადა. მანამდე ალბერტ პარკმა აღნიშნა, რომ საქართველო, ისევე როგორც რუსეთის მეზობელმა ზოგიერთმა ქვეყანამ სარგებელი მიიღო რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად. მაგრამ ახლა არსებობს გაურკვევლობა, კერძოდ თუ სანქციები მოიხსნება უკრაინაში მშვიდობა დამყარდება და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეიცვლება, შესაძლოა ყველაფერი ძველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს. შედეგად საქართველო დაკარგავს იმ კომპანიების ნაწილს, რაც ამ პერიოდში მოიზიდა, აღნიშნა ალბერტ პარკმა. ADB-ს მთავარი ეკონომისტის თქმით, ახლა საქართველომ შუა და ერეფნის სავაჭრო მარშრუტის გააქტიურებით უნდა ისარგებლოს. მისი შეფასებით, ქვეყანა მარშრუტში საკუთარი ეფექტიანობის გაზრდას, ტრანზაქციების ხარჯების შემცირებით და სხვა ბარიერების დაძირებით უნდა მიაღწიოს. სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემების განვითარებისთვის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო ძალაშია. 2025 წლის 1 იანვრიდან კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ კანონი ამოქმედდა, რომელიც თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს, ისევე როგორც სადაზღვევო კომპანიებს დასაქმებულებისთვის კონკრეტული სეგმენტისთვის შექმნან საპენსიო პროდუქტი, რისთვისაც ახალ კანონმდებლობაში საგადასახადო სტიმულებია გათვალისწინებული. როგორია მესამე სვეტის პენსიების გავრცელება ქვეყანაში, რაც ცვლის ჩარჩო კანონმდებლობის არსებობა და ვისთვის შეიძლება იყოს საინტერესო კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემების შექმნა. ელენე გოგბერაშვილი მოგვიყვება თემის დეტალებზე უფრო მეტ ინფორმაციას ელენე გისმით. მესამე სვეტის საპენსიო სქემა ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემებში ნებაყოფლობით მონაწილეობა შეუძლიათ, რა შემთხვევაშიც მათზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. კერძოდ, ახალი კანონმდებლობის მიხედვით 6,000 ლარამდე წლის განმავლობაში საპენსიო შენატანი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება. ეგრეთ წოდებული მესამე სვეტის საპენსიო სქემები ბაზარზე აქამდეც არსებობდა და დღემდე აქვს სადაზღვევო კომპანიებს Aldax და GPI Holdings
ასევე საკუთარი დასაქმებულებისთვის წლების წინ შექმნა სააქციო საზოგადოება საქაერო ნავიგაცია. Საზღვაო ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ახალი კანონმდებლობით სადაზღვევების გარდა კერძო საპენსიო სქემების დაფუძნება და დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისთვის საპენსიო პროდუქტის შექმნა შეეძლებათ როგორც დასაქმებულებს, ისე დამსაქმებლებს და აქტივების მმართველ კომპანიებს. არსებული სქემების მფლობელებს კი წლის ბოლომდე აქვთ ვადა იმისთვის, რომ საკუთარი საქმიანობა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანან. რეგულაციებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში შესაძლოა ბაზარზე ახალი ფინანსური ელემენტებიც გაჩნდეს საპენსიო კომპანიების სახით. ვინ შეიძლება იყოს საპენსიო კომპანია? დავიწყებ აქედან. ეს შეიძლება იყოს დამსაქმებელი, ეს შეიძლება იყოს დამსაქმებელთა გაერთიანება, ეს შეიძლება იყოს დასაქმებულთა გაერთიანება და შეიძლება იყოს პროფკავშირი, ანუ პროფესიული კავშირი. ეს არის 4 სუბიექტი, რომელსაც შეიძლება შექმნას საპენსიო კომპანია. საპენსიო კომპანია უნდა მოვიდეს ჩვენთან, აიღოს ლიცენზია, დაარეგისტრიროს სქემა და მთელი რიგი შესაბამისი საკანონმდებლო მოთხოვნები აქვს ამ კომპანიებს. როგორც უკვე გითხარით, სადაზღვეო ბაზრის ორ მოთამაშეს კერძო ნებაყოფლობით საპენსიო სქემის მართვის გამოცდილება აქამდეც ჰქონდა. სადაზღვეო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კანონის მიღება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მზღვეელებისთვის პოტენციური კლიენტები კერძო საპენსიო სქემებით დააინტერესონ. აქტივების მმართველი კომპანიების ნაწილი კი ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ინტერესს არ იჩენს. ფორსაითის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ამბობს, რომ საკანონმდებლო ჩარჩო გამართულია, თუმცა სავარაუდოდ გარკვეული დრო დასჭირდება ეგრეთ წოდებული მესამე სვეტის პენსიების საზოგადოებაში პოპულარული პროდუქტი გახდეს. ეს არის იმ ადამიანებისთვის, რომელსაც რაღაცა რესურსი აქვს, რაც ხარჯებს რო გაიღებს და ყველაფერს. ვერ კიდე აქვს რაღაც რესურსი. ამ რესურსის დაბანდებას დღეს აწარმოებენ ბინების ყიდვაში რაღაცაში, უძრავი ქონება, მიწა, ასე შემდეგ. ეს არის ახალი შეთავაზება რაღაც ლიმიტის ფარგლებში. არის ფისკალური სტიმული განხორციელებული იმისათვის, რომ ადამიანმა თავის სიბერეზე დამატებით იზრუნოს. ეს უნდა გაყიდონ სადაზღვეო კომპანიებმა, უნდა შექმნა და უნდა გაყიდვა. სეილის საკითხია, დარწმუნების საკითხია, რეალურად თქვა ადამიანის. ხო, ეს ინდივიდუალური სამუშაოა. აი ეს ადამიანებთან უნდა ლაპარაკი, უნდა დემონსტრირება იმისი, როგორ იქნება, როგორ დაგროვდება ეს ფული, რა იქნება და ასე შემდეგ. და მე იმედი მაქვს, რომ რაღაცა შედეგს ეს აუცილებლად მოიტანს. დღესდღეობით შეიძლება თამამად თქვას, რომ ამაზე მოთხოვნა დღესდღეობით არ არის. ამის მიზეზი არის ძირითადად ჩვენ ქვეყანაში, რაც არის რეალობა, რომ დაზოგვის კულტურა ფაქტიურად ეხლა იბადება, თან შემოსავლიანობის კუთხითაც ხდიდად მაღალი ხელფასებით არ გამოვირჩევით და აქედან გამომდინარე ადამიანებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ იმის გარდა რომ აი ამ სავალდებულო საპენსიო სქემაში რაღაც კონტრიბუცია გააკეთონ, ასევე რაღაც პირადი დანაზოგი გააკეთონ, აი ამის ზემოდან კიდე კერძო საპენსიო სქემაში ფულის დაზოგვა არ არის მათთვის მარტივი. ვფიქრობ, დრო დაჭირდება, რომ აი ეს კერძო საპენსიო სქემები, ასე ვთქვათ, პოპულარული გახდეს და მასიური პროდუქტი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც როგორც აქტივობის მმართველებისთვის ამ ეტაპზე ვერ ვიტყოდი, რომ საინტერესო ასეთი პროდუქტის შექმნა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს კერძო საპენსიო სქემების გავრცელება ძალიან მცირეა. კერძო საპენსიო სქემებში გასული წლის მდგომარეობით მხოლოდ 15721 მონაწილეა ჩართული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კერძო საპენსიო ფონდებს 5 მილიონ ლარამდე საინვესტიციო შემოსავალი ჰქონდათ. რეალურად რა იცვლება ჩარჩო კანონმდებლობის გაჩენით მათთვის, ვინც უკვე ჩართულია კერძო საპენსიო სქემებში, ან მათთვის, ვინც დაინტერესებული ამ ტიპის აქტივები მართოს, გცვლათ ჩვენს რეპორტაჟს მაყურებელი საღამოს 19 საათზე საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში ნახავს. მადლობა ელენე, ეს ელენე გოგბერაშვილი იყო, რომელმაც კერძო დაგროვებით საპენსიო სქემებზე ინფორმაცია მოგვაწოდა, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედია ჰოლდინგთან კონდენასთან ერთად მარკეტინგული კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში WOGI და GQ საქართველოს შესახებ ონლაინ პლატფორმებზე სტატიას ამზადებენ. Les Publication კონდენასთან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 23 აპრილს გააფორმა ხელშეკრულება და მარკეტინგულ კამპანიებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჯამში 44840 ევროს დახარჯავს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ ფრანგულ ენაზეა ხელმისაწვდომი
მოსწონმით, თუმცა როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, სხვადასხვა სახის კამპანია იგეგმება. კამპანიის ფარგლებში პირველი სტატია ფრანგულ ვოგის ონლაინ გვერდზე და სოციალურ ქსელში უკვე გამოქვეყნდა. საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში. სტატიაში საქართველოს ბუნება, კულინარია, ღვინო და ტურისტული ადგილებია აღწერილი. კონდე ნასტი 1909 წელს დაფუძნებული საერთაშორისო მედია კომპანია ფლობს ისეთ ცნობილ გამოცემებს, როგორებიცაა ვოგი, ნიუ-იორკერი, ვენიტი ფეარი და GQ. საქმის კურსი 17 საათსა და 40 წუთზე ამით დასრულებულია. თქვენ კი უნდა დაელოდოთ ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებას, რომელიც BMG TV-ზე 19 საათს დაიწყება.